პირველ რიგში მინდა გამოვიხმაურო სპეცრაზმის მომზადებას დედაქალაქში, ღია სივრცეში, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს ეშინია. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნებიდან გაყარა ქოცები და გაავსო მედროვეებით. ახლა ამ მედროვეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო, სპეცრაზმს ვავარჯიშებთ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ არ უშველით სპეცრაზმი. არ უშველით არავინ. იმიტომ რომ ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე. ჩვენ ვემზადებით რეჟიმის შვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად 4 ოქტომბერს და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს აღმართოს ხელი შვიდობიან დემონსტრანტებზე, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას და მას ვერ დაიცავს სპეცრაზმი. იმიტომ რომ გამოცდილება არსებობს თუ როგორ მოიქცა გომელაურს. გაუშვა ერთ ადგილას. რატომ? იმიტომ რომ აღარ ჭირდება. ამიტომ ეს არის გაკვეთილი თითოეული სპეცრაზმელისთვის და მათ შორის ძალაშია ჯილდო, რომელსაც რა თქმა უნდა მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც აირჩევს კანონის მორჩილებას, კეთილსინდისიერებას და არ აღმართავს ხელს შვიდობიან დემონსტრანტებზე, ვისაც სურს საქართველო იხილოს დასავლეთში. რამე შეკითხვა ხო არა გაქვთ? კი ბატონო. ლევან ხაბეიშვილის გუშინელი პროცესი გამიშავა. თქვენ მოსამართლეს უწოდებთ იმ ადამიანს, რომლის ოჯახის წევრიც არის სუსის თანამშრომელი. ლევან ხაბეიშვილი დააკავა სუსმა და ციხეში გაუშვა მეუღლემ. წარმოგიდგენიათ? ერთმა ოჯახმა დააკავა და ციხეში გაუშვა. მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა არსად. მათ შორის ავტორიტარულ რეჟიმებშიც კი არ ხდება ეს. რას მიანიშნებს, ხო? პოლიტიკურად რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ შეშინებულია კობახიძე, მდინარაძე, მათ არ ყავთ ქოცები, პროტოკოცები ქოცებში, იმიტომ რომ მათ ყველა გაყარეს. დარჩნენ მედროვეები. ამიტომ ამ მედროვეებს რომ აიძულო უკანონობაზე ხელი მოაწეროს, ძალიან დიდი ჯილდო უნდა დააწესო, თუმცა ამის რესურსიც აღარ დარჩათ ქოცებს. ამიტომ მეგობრებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა დაიჯერა და დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს მას 4 ოქტომბერს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენს ძალებში. ძალა არის ერთიანობაში, დიდ წინააღმდეგობაში და 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის, მშვიდობიანი რევოლუციის დღე. ამიტომ არავის არ უნდა შეგეშინდეთ, ყველა უნდა მოხვიდეთ. მე ვაპირებ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, შვილებთან ერთად 4 ოქტომბერს მოსვლას ხუჭ-ჯვრიანი დროშით. სახელმწიფო სიმბოლოთი უნდა დავასრულოთ ეს რეჟიმი. იმიტომ თუ ივანიშვილს ეშინია რამის, პირველ რიგში ეშინია ხუჭ-ჯვრიანი დროშის. ამიტომ დროშით, ჩვენი დროშით უნდა დავამარცხოთ. პოლიციელებს არამედ იმ ადამიანებს ვიდეოც არსებობს, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანს ქართული ოცნების წევრს, რომელიც ნებისმიერ საიდუმლოს გამოიტანს და მეტყვის მე მიიღებს ჯილდოს. სწორედ ეს შეთვალეს შეიძლება აქვს. სუსმას გააცელა განცხადებული რომ ხთანის დაპირება იგივე ერდიშდება როგორც გაცემა. მექრთამეების პარტია, კორუმპირებულების პარტია არის ქართული ოცნება. დემოკრატიული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და ლევან ხაბეიშვილი არის მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, მებრძოლი ქრთამისტების წინააღმდეგ, მებრძოლი ნეპოტისტების წინააღმდეგ და ქრთამი, რომელიც ჩაწერეს ამ სამარცხვინო საბრალდებო დასკვნაში არის ივანიშვილის დამოკიდებულება. მას ეშინია ლევან ხაბეიშვილის. იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილმა ქართველი ხალხი დაარწმუნა გამარჯვებაში და კი ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და დაასრულებს მშვიდობიანად ივანიშვილის რეჟიმს. აი ამის გამო წვალობენ.
წვალობენ, აბა რას ნიშნავს საჯარო განცხადება, სადაც პირდაპირ ამბობს ლევანი, რომ მშვიდობიანად ისე როგორც გააკეთა პაშინიანმა. მშვიდობიანად ეს როგორც გააკეთა 2003 წელს ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად. აი ამას ამბობს ლევან ხაბეიშვილი. და სადმე თუ ნახავთ თქვენ საპირისპიროს, მაშინ დამისვით შეკითხვა. სად არის ქრთამი? სად არის რაღაცა მოწოდება რაღაცის დამხობისკენ? არანაირი ესეთი რამ არ არსებობს, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არსებობს, მისი ლეგიტიმაცია არ არსებობს. ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელიც ახლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის. ამიტომ ქართველი ხალხი დიდი ერთიანობით, დიდი წინააღმდეგობით დაასრულებს რეჟიმს 4 ოქტომბერს. ხო, მურთა ზოდოელავას გათავისუფლებაც არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ ივანიშვილს ეშინია ხაბეიშვილის, იმიტომ რომ ხაბეიშვილმა დაარწმუნა ქართველი ხალხი გამარჯვებაში. არაფერი არ აქვს არც მურთა ზოდელავას, არც ლევან ხაბეიშვილს. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ლევან ხაბეიშვილმა აიყოლია ქართველი ხალხი, რისიც ეშინია ივანიშვილს და შეშინებულია ყობახიძე მდინარაძეც. ტუцკავეცა მდინარაძემ გამოიკონა ბრალი და ამ ბრალის ქვეშ მოაქცია ორი ადამიანი. ერთი ციხეში გაუშვა, მეორე გაათავისუფლა. იმიტომ რომ არაფერი არ აქვს, მტკიცებულება არ არსებობს, ხალხო. თუ არის მტკიცებულება, მანახეთ. პოლიტიკური განცხადების გამო ავტორიტარულ რეჟიმებში იჭერენ ადამიანებს და აქ დაჭერის პროცედურებიც კი ისეთი დარღვევებით არის, რომ აი მართლა რო ვერ იპოვით ვერსად. დააკავა სუსმა და მეუღლე მიუსაჯა პატიმრობა. სიგიჟე, სამართლებრივი ნონსენსი, რა ვიცი, რა ევროპულ სამართალზე ლაპარაკობთ, ან რა სამართალმცოდნეობაზე ლაპარაკობს ყობახიძე, თავი რომ მოაქვს. ვისწავლეო გერმანიაშიო სამართალიო. სამართალი კი არა, უსამართლობა ისწავლა და სწორედ ამაში ჭირდება ივანიშვილს ყობახიძე, მაგრამ მალე მოისურვის როგორც ეს გააკეთა გომელაურის, ლილუაშვილის და ღარიბაშვილის შემთხვევაში. ამიტომ გარდაუვალია ქართველი ხალხის გამარჯვება. მურთა ზოდელავა კარგია, რომ თავისუფალია, მაგრამ ძალიან მალე ყველა პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი და ლევან ხაბეიშვილიც იქნება თავისუფალი და ამას გააკეთებს ქართველი ხალხი. ჯუმაშერ ბურჭულაძის პროცესის გუში იყო და ესეც უმშელობაზე თქვენთვაც მაშინობენ რომ თავარ ჩვენ თავარიამცენ არის ერთ-ერთი კორუფციასთან ბრძოლა და სწორედ ამის გამოვლენა იყო. ხო, ნუ კორუფციასთან ბრძოლა თუ უნდათ, ჩვენ წლების წინ ლაპარაკობდით კონკრეტულ კორუფციულ ფაქტებზე. ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ წაყენებული ბრალი არის წაყენებული ბრალი ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილის წინააღმდეგ. მათ ეშინიათ ამ სამი ადამიანის, იმიტომ რომ საკუთარი ცოდვების ეშინიათ, რომ არავინ არ გამოუქვეყნოს. ეს კომპრომატები არ გახდეს საჯარო და ჩვენ უყურებთ წარმოდგენას, როგორ გაუშვეს ჯუანშერ ბურჭულაძე ციხეში. თუმცა რეალურად ამის უკან დგას დიდი დაპირისპირება, რომელიც არის ქართულ ოცნებაში. ბოლო რაც მაქვს არის ჰექსოგენიდან შემოსული ტვიტს, ელოდებოდა თბილისში ბაჩუახალაიო ეს ინფორმაცია გავრცელა პრაიმ ტაიმმა და ამის შემდეგ გამოეხმაურა ბაჩუახალაიას მეუღლე ნადარეიშვილი და ისაუბრებს, რომ წყარი ნამდვილად არსებობს ნაციონალური მოძრაობის იდეებიდან, ვისაც გააქვს ინფორმაცია, უბრალოდ იმ შემთხვევაში დაასახელებს, თუ ბაჩოს შეეხებიანა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მე მაქვს ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბერს სრულიად მშვიდობიანად ქართველი ხალხი დიდი ერთიანობით, დიდი წინააღმდეგობით დაასრულებს რეჟიმს. აი ეს ინფორმაცია მაქვს, შეგიძლიათ როგორც წყარო გამომიყენოთ, რომ მშვიდობიანად ქართველი ხალხი დიდი ერთიანობით, დემოკრატიული ოპოზიცია დაასრულებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. აი ეს არის წყარო ნაციონალური მოძრაობიდან და შეგიძლია გამოიყენო. აი ნადარეიშვილს გამოაქვეყნა პოსტი და ის წეს, რომ 30 ივლისს უნდა ჩანიშნულიყო ბრიფინგი, სადაც უნდა ეხსენებინათ ლევან ხაბეიშვილი და ბაჩუახალაია ერთ კონტრაქტში, თუმცა პარტიამ ამის საშუალებას სპიკერს არ მისცავა. ამავე დღეს თინა ბოყოჩევას ჰქონდა ბრიფინგი, სადაც თინა ბოყოჩევა საუბრობს, რომ არანაირი რევოლუცია არ იგეგმებაო. მაშინაც ლევან ხაბეიშვილი უკვე საუბრობდა რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პოლიტიკურ პოლიციასთან სუს გულისხმობ მოდულის შენობას გაკეთებული განცხადება პარტიის თინა ბოყოჩევასი, სადაც ის ამბობს,
რომ პარტია იღებს პასუხისგებლობას დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ, რომ დაპირება, რომ კეთილსინდისიერება დაფასდება ამ ქვეყანაში, რომ 200,000 ეკვივალენტი ლარში გაიცემა ბიუჯეტიდან, როდესაც აღდგება დემოკრატია ქვეყანაში, როდესაც ქვეყანას ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, დაფასდება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. ეს არის მისი და პარტიის პოზიცია, რომელსაც გიდასტურებთ. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილმა დაარწმუნა ქართველი ხალხი გამარჯვებაში. დაარწმუნა, რომ ეს არის შესაძლებელი. დაარწმუნა, რომ 4 ოქტომბერი რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის დღეა. მშვიდობიანი რევოლუცია გარდაუვალია. აი ამაში არის ქართული საზოგადოება დარწმუნებული და თქვენ ამ ყველაფერს იხილავთ 4 ოქტომბერს. ამიტომ ეს არის უკვე რწმენის საკითხი. ვის ჯერა ქართველი ხალხის და ვის არ ჯერა ქართველი ხალხის. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, ქართველ ხალხთან ერთად ერთხელ უკვე გარდაუქმენით ეს ქვეყანა, ჭაობიდან ამოვიყვანეთ ეს ქვეყანა და ვაპირებთ ახლა დავაყენოთ მტკიცეთ ევროპის გზაზე. ეს არის გარდაუვალი, ჩვენ გავიმარჯვებთ. რა ვიცი, გაგეცით პასუხი. ვიცი, გაგეცით, ეს არის ჩემი პასუხი. შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ, ეგ არის თქვენი გადასაწყვეტი. ანუ მე გაგეცით პასუხი, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ნაციონალურ მოძრაობას, არავის არ აქვს ამ ადამიანებზე კომპლექსი და თქვენ ნუ ცდილობთ რაღაცა გამოიგონოთ. ჩვენ ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის, ქართველი ხალხი ემზადება 4 ოქტომბრისთვის. 4 ოქტომბერი იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დასრულების დღე. თქვენ ხო გიყვართ მშვიდობიანი დამხობის დღე. აი ეს ხო ჩაუდეთ ლევან ხაბეიშვილს როგორც საჯარო განცხადება. ესე შეგიძლიათ წაიღოთ და მიურბენინოთ ტრუცკავეცა მდინარაც. აი მე კიდე გეუბნებით, რომ მამუკა მდინარაძე არის ტრუსკავეცა, რომელმაც ერთხელ უკვე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, არ არსებობს მისი განცხადება, რომელიც რეალობაში ახდა. ეს კაცი არის სიცრუის სიმბოლო ქართულ ოცნებაში, აი ყველაზე დიდი სიმბოლო და ახლა ცდილობს წამოიწყოს ახალი საქმე ტრუსკავეცა 2-ია. ეხლა რასაც უყურებთ ჩვენ სცენარი. აი ზუსტად იგივე სცენარი, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ არ შევალთ, არამედ პირიქით 4 ოქტომბრისთვის ჩვენ ვართ დარაზმულები, მასობრივი მობილიზება არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ საქმეზე ვართ. და თქვენც მოგიწოდებთ, მოდით 4 ოქტომბერს და მშვიდობიანად აღნიშნეთ დემოკრატიული ტრანსფორმაცია რუსთაველის გამზირზე. ერთადერთი ვისაც ეჭვები უჩდება, ერთადერთი ვინც შეშინებულია, ერთადერთი ვინც დამრთხალია არის ივანიშვილი. ივანიშვილი რომ აი ესეთ მდგომარეობაშია და ჭუიდან შეიშალა, ბრალშიც კი ჩანს, ბრალის ჰიპოთეზა ისე ჩამოაყალიბეს, რომ ლევან ხაბეიშვილს ჩაუდეს საჯარო განცხადება, პოლიტიკური განცხადება. სრულ ჭკუაზე აღარ არიან ხალხო და თქვენს გონს მოეგეთ. ნუ მოგაქვთ მათი მესიჯები, ქართველ ხალხს მოусმინეთ ქუჩაში. ვის მხარეს ხართ თქვენ? ჩაგრული ადამიანების მხარეს? რა ვიცი, რამდენი მსხვერპლ შეწირვა უნდა მოგვიწყოს ივანიშვილმა პოლიტიკოსის. აღარ ვაპირებთ ვინმე შევწიროთ მსხვერპლად. ვაპირებთ ერთადერთი მსხვერპლი იყოს ივანიშვილის რეჟიმი და ამისთვის ვემზადებით, რომ 4 ოქტომბერს ეს მოახდინოთ. და თუ ვინმეს რაღაცა კონსპირაციები აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ შიშებით არის ნაკარნახევი. და თუ ვინმეს ეშინია, ყობახიძე მდინარაძეა და პირველ რიგში ვის ეშინიათ? აი ჯუანშერა რო გაუშვეს, ვისი ძმაკაციც იყო, იმის ეშინიათ. თავიანთი პრობლემები თვითონ გაარკვიონ და ქართველი ხალხი, აი დამიჯერე 4 ოქტომბერს მათ გამოუტანს ყველას ერთად განაჩენს.